აგრძელებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც წარმოებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ. ამჯერად ინფორმაციას მოგაწვდით 2025 წლის 2 თებერვალს ქალაქ თბილისის სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომაგისტრალის გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულ 8 პირთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა უნდა აღნიშნოთ, რომ ქართულმა ოცნებამ ერთ დღეში საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ფაქტობრივად მოახდინა კრიმინალიზება ავტომაგისტრალის გადაკეტვის კანონმდებლობისა და პარლამენტის გვერდის ავლით და საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთ დღეში გამოაცხადა დანაშაულად ავტომაგისტრალის გადაკეტვა. რა იყო ამისი მიზანი? ამისი მიზანი იყო აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ასევე პროტესტის მუხტის შემცირება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ერთ დღეში სრულიად არადემოკრატიული გზით შეცვალა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც არის ყველაზე მკაცრი და ყველაზე ფრთხილად შესაძლებელი, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნაწარმოებია აქციის აი ამ 8 მონაწილის მიმართ, ნაწარმოებია კანონმდებლობის არსებითი დარღვევებით. კერძოდ დარღვეული არის 8 პირის დაკავების ვადები, ასევე მათი პირადი ჩხრეკები ნაწარმოებია უკანონოდ, ბრალდებულებისთვის წარგენილი ბრალი არის უკანონო, საქმის კვალიფიკაცია არ არის ასევე სწორი და ასევე მტკიცებულებები, რომელიც არის საქმეში, ნაწარმოებია საქმის კანონმდებლობის არსებითი დარღვევით. დავიწყოთ დაკავების ვადებით. კანონმდებლობით დაუშვებელია პირთა დაკავება 72 საათზე მეტი ვადით, თუმცა ეს 8 პირი სახელმწიფოს დაკავებული ჰყავდა 72 საათზე მეტი ხნის ვადით. მათი დაკავება ჯერ მოხდა ადმინისტრაციული წესით, ხოლო 2 დღის შემდეგ მათი დაკავება განხორციელდა სისხლის სამართლის წესით. 7 პირი ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო წვირმანი ხულიგნობისა და ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი მათგანი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში მითითებულია არასწორი ყალბი ინფორმაცია, მაგალითად ერთ-ერთ დაკავებული შემთხვევაში საქმეში არის მისი დაკავების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი მოთავსებული, ვიდეო ჩანაწერიდან ჩანს, რომ მას აკავებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, თუმცა ადმინისტრაციული დაკავების ოქმში და შემდგომ უკვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გამოკითხვის ოქმში გამოძიება შემოთავაზებული აქვს ვერსია, რომ იგი დაკავებულია არა გდდ-ს თანამშრომლის მიერ, არამედ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ. ასევე ადმინისტრაციული დაკავება დაუშვებელია 24 საათზე მეტი ხნის ვადით და თუ ეს ვადა გრძელდება კიდევ 24 საათით, ეს უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული. არც ერთი პირის მიმართ არ არის წერილობითი დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებული, რატომ გახდა საჭირო 24 საათზე მეტი ხნის ვადით ამ ადამიანების ადმინისტრაციული წესით დაკავება, მაშინ როცა ისინი 24 საათზე მეტი ხნის ვადით იყვნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული. 2 დღის შემდეგ 2025 წლის 4 თებერვალს ყველა მათგანი ფორმალურად გაათავისუფლეს ადმინისტრაციული დაკავებისაგან და დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობებში, ეზოში და ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, ისე რომ ისინი არ გასულან სახელმწიფო კონტროლის არედან, მათი დაკავება მოხდა სისხლის სამართლის წესით სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობის ბრალდებით. 8 პირი დააკავეს სასამართლო განჩინების გარეშე, რაც ასევე არის უკანონო, იმიტომ რომ არ არსებობდა მათი სასამართლო განჩინების გარეშე დაკავების საჭიროება და არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომლითაც შესაძლებელია სასამართლოს ნებართვის გარეშე ზოგადად პირის დაკავება. ეს ადამიანები დაკავებულები კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2 თებერვლის შემდგომ იმყოფებოდნენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, დაკავებულები ადმინისტრაციული წესით და სისხლის სამართლის საქმეში მათ წინააღმდეგ ჭალებში შეგროვებული მტკიცებულებები ძირითადად მოპოვებული იყო გამოძიების მიერ 3 თებერვალს, შესაბამისად გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო, საშუალება, რესურსი იმისათვის, რომ მიემართა სასამართლოსთვის და აიღო განჩინება მათი დაკავების შესახებ. ასევე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება ამ პირებს შეუფარდა 5 თებერვალს 21 საათის შემდგომ, მაშინ როცა ისინი დაკავებული იყვნენ 2 თებერვალს ყველანი 19 საათამდე, მაშინ სადამე 72 საათი იყო გასული მათი დაკავებიდან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე, რითიც დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია.
ასევე დაკავებისას, როდესაც ისინი დააკავეს სისხლის სამართლის წესით, ნივთები, რომლებიც მათ ჰქონდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციული დაკავების დროს, ჩამოართვეს სისხლის სამართლის წესით, ანუ ჩაატარეს მათი სისხლის სამართლის წესით ჩხრეკა. ასევე სასამართლო განჩინების გარეშე, რაც ასევე უკანონოა, იმიტომ რომ არ არსებობდა ამ პირების გადაუდებლად ჩხრეკის ჩატარების არანაირი კანონიერი საფუძველი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პირების 2 თებერვლის შემდგომ იმყოფებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში და 3 თებერვლისთვის უკვე გამოძებას ჰქონდა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოყენებული იქნა 4-ში მათი დაკავებისათვის და მათთვის პირადი ჩხრეკის ჩატარებისთვის. ამიტომ გამოძებას ჰქონდა დრო მიემართა სასამართლოსათვის და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო კონტროლი დღეს არის ფორმალური, გამოეთხოვა განჩინება მათთვის ჩხრეკის ჩატარების შესახებ. თბილისი მოლთან გზის გადაკეტვისას დაკავებულების მიმართ დარღვეულ უფლებებზე ლაპარაკობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.